დღეს ჩვენ ახლა ვისაუბრებთ აფრიკაში მომხდარ გარკვეული ტიპის კატასტროფებზე, უდაბნოებზე, უდაბნოს ქვეშ დამარხულ ქალაქებზე, რა ატომური დაბომბები შეიძლება მომხდარიყო აფრიკაში უდაბნოების ტერიტორიებზე, წინა ცივილიზაციებში, წინა საუკუნეებში, კონკრეტულად როდის არ ვიცით, მე-17 საუკუნეს ამბობს ზოგი და ზოგი რას. და გაჩვენებთ ფოტოებს, რომ ეს ყველაფერი, ანუ მთლიანად ეს უდაბნოები სინამდვილეში არის ხელოვნური საჰარას თვალი. ვერსია იმის შესახებ, რომ აფრიკის უდაბნოში ქვიშის ქვეშ ქალაქებია დამარხული, ეჭვიც არ მეპარება. საჰარას უდაბნოში ქვიშის უზარმაზარი ფენის ქვეშ დამარხულია ქალაქები, იმიტომ რომ ქვიშასა და მიწას შორის ასეთი საზღვრის გაკეთება ბუნებას არ შეუძლია. ეს ხელით ნამოქმედარი ადამიანის მიერ შექმნილი ფორმირებაა, უბრალოდ აიღეს და დააქვიშიანეს. გამოდის, რომ მეცნიერების ვერსია ძირს ეცემა და როგორ შეიძლება ამ ხელა რაოდენობის ქვიშა აქ თავისით მოხვედრილიყო? მე-17 საუკუნის რუკაზე მშვენივრად ჩანს, რომ აფრიკის კონტინენტზე გაშენებული იყო უამრავი ქალაქი. ანუ გამოდის, რომ ამ ქვიშის უდაბნოს წლოვანება 300 წელს არ აღემატება. ახლა კი შევხედოთ, როგორ მიდის საქმეები თანამედროვე Google Maps-ის ამ განზომილებიან რუკაზე. მოდით ძველი რუკა დავადოთ ზევიდან ახალ რუკას. უბრალოდ შეხედეთ, რამხელა ტერიტორიების დაქვეშიანებაზეა საუბარი. წარმოდგენაც კი მზარავს, თუ რამდენი ადამიანი შეიძლება იყოს დამარხული ქვიშის ქვეშ. მოდი ახლა შევხედოთ ეგრეთ წოდებული საჰარას თვალს. იგი ასე გამოიყურება ზემოდან. მოდი მივაახლოვოთ კადრი და აი ჩვენ ვხედავთ გიგანტურ ძაბრს. კიდევ უფრო ახლოდან თუ შევხედავთ, დავინახავთ, რომ ძაბრი ღრმა არ არის და შესაბამისად აფეთქების ტექნოლოგიას ჩვენ არ ვიცნობთ. აბა ახლა კვლავ ძველ რუკას შევხედოთ. უყურეთ, წესით ამ ადგილზე რამდენი მთა უნდა იყოს, მაგრამ ახლა აღარ არის. ხოლო ამჟამად ეს ადგილი პრაქტიკულად გლუვია. მთელი მთათა სისტემები თითქოს და მოჭრესო. ქვიშა ამ უდაბნოში არაბუნებრივად გამოიყურება. საჰარის ქვიშის დიუნების ზღვარი მოულოდნელად იწყება ყველანაირი გადასვლების გარეშე. უხეშად რომ ვთქვათ, პირდაპირ ნაყოფიერ ნიადაგზე მწვანე ხეები დგანან და რამდენიმე მეტრის შემდეგ კი უზარმაზარი ქვიშის მთებია წამომართული. მეცნიერული თვალსაზრისით როგორ შეიძლება რომ ეს აიხსნას, მაშინ როდესაც ყველანაირი ფიზიკის კანონებიდან გამომდინარე ქვიშა ეტაპობრივად და ნელ-ნელა უნდა გამოჩნდეს. მაგრამ აი ეს ფოტოები ყველაზე ზუსტად ასახავენ იმას, რომ არც ქარს, არც მდინარესა და არც ბუნებრივ კატაკლიზმებს ასე უბრალოდ არ შეუძლიათ რომ დაყარონ ქვიშა. იმ ფორმით, რა ფორმითაც აფრიკის უდაბნოებშია წარმოდგენილი, ყველანაირი გარდამავლობების გარეშე. ეხლა კი შევხედოთ რუკაზე საჰარას თვალს და გადაჭრილ მთებს. აი, როდესაც ესე იგი შეხვალთ, აი Google Maps-ის, ესე იგი სამგანზომილებიანი რუკა, Google-ის სამგანზომილებიანი რუკა, უნდა დააინსტალიროთ თქვენს კომპიუტერში. ეხლა აქ მე რო არ მეწვალა, მოვძებნე საჰარას თვალი და ესე ვთქვათ, ამ ჭიკარტით, ვირტუალურ ჭიკარტით ჩავნიშნე, ეს არის ამ ყველაფერს ეწოდება ხახნო, ეს არის მიმდინარეობა ვირტუალური არქეოლოგია. ანუ, როდესაც ბლოგერები ამ ყველაფერს იკვლევენ ინტერნეტიდან. იმიტომ რომ ფიზიკურად ეხლა ყველგან წასვლას და მთელი მსოფლიოს მოვლას და ამოთხრას და გადათხრას ადამიანი ვერ შეძლებს. შესაბამისად, ესე ვირტუალურად ეწევიან არქეოლოგიას. აი შეხედეთ, აი ხო ნახეთ სად არის, სად იმყოფება, აი კიდევ ერთხელ რომ დაგჭირდეთ, აი ამ ტერიტორიაზეა, აფრიკის აი ამ ტერიტორიაზე გახლავთ საჰარას თვალი, ესე უწოდებენ. ოფიციალურ ინფორმაციასაც წავიკითხავთ, ფოტოებიც იხილეთ და კიდე ნახავთ ახლა და ასევე შეხედეთ, ეს გახლავთ აი რეალურად აფეთქების შედეგი. აქ არის თერმობირთვული ბომბი არის დავარდნილი და არის აფეთქებული. აი და მასშტაბს შეხედეთ, აი უბრალოდ რამხელა ტერიტორიაზე არის საუბარი. დიამეტრი აი 40 კილომეტრი. 40-50 კილომეტრი. ხედავთ? 40-50 კილომეტრი, კიდევ უფრო აქამდე მიდის, 40-50 კილომეტრია დიამეტრი. ერთი დიდი ქალაქის ხელა.
და აი აქვე უკვე, აი აქვე. აი ამ საჰარას უდაბნოსთან ახლოს იქვე, აი ამ ადგილს თუ მივაახლოვებთ, დავზუმავთ, შეხედეთ, ეს არის ან გადაჭრილი გიგანტური ხეები, ან კიდევ გადაჭრილი მთები. შეხედეთ პირდაპირ როგორ არის მოჭრილი პლავნად სისწორეზე. აი მოჭრილია ერთ სიბრტყეზე. თლიანად ან მთების ვარიანტი რაღაცა, ან კიდევ გიგანტური ხეები. ხედავთ? აი პირდაპირ არის, აი აქ არის გაჭრილი, აი კარაქივით არის გაჭრილი, ხედავთ? აი ესე არის გაჭრილი, აი ეს პირდაპირ. უფრო დეტალებში თქვენთან შეგიძლიათ მოიძიოთ ინტერნეტში. ეს ინტერნეტ მედია GZDF-ს ეს სტატია, მოგეთ რო დაგუგლოთ საჰარას თვალი. მოდი ჯერ წავიკითხოთ ოფიციალურად რა ვერსიები არსებობს. დედამიწის ამოუხსნელი საიდუმლო საჰარას თვალი, რომელიც დამთვალიერებლებს ჯერ კიდევ აოცებს. რიშატის სტრუქტურა ან საჰარას თვალი, როგორც ამ ადგილს ასევე უწოდებენ, არის გეოლოგიური წარმონაქმნი წრიული ტოპოგრაფიით საჰარის უდაბნოს მავრიტანის ნაწილში. დასახლება ოუდანის მახლობლად. ათასობით კვადრატული კილომეტრით გარშემორტყმული სრულიად უსიცოცხლო და უფორმო უდაბნო. რელიეფის ეს ტერიტორია კონცენტრული წრეების სახით 40-50 კილომეტრის დიამეტრით ჩანს კოსმოსიდანაც კი. დიდი ხნის განმავლობაში ითვლებოდა, რომ ამ გასაოცარ ბუნებრივ ობიექტს მსგავსი სახე მისცა მეტეორიტმა, რომელიც დედამიწის ზედაპირზე ასობით წლის წინ დაეცა. თუმცა მთელი რიგი კვლევების შემდეგ ეს თეორია დაუდასტურებლად უნდა ჩაეთვალათ და ის სხვამ ჩაანაცვლა საჰარას თვალის სრულიად გეოლოგიური წარმოშობის შესახებ. დიდი ხნის განმავლობაში პირველი კოსმოსური მისიების დროიდან მოყოლებული რიშატის სტრუქტურა ორბიტაზე მყოფი ასტრონავტებისთვის საცნობარო პუნქტად მსახურობდა, რადგან არაჩვეულებრივი უდაბნოს უზარმაზარ სივრცეს შორის ის აშკარად ხილული ობიექტი იყო. სტრუქტურა არ არის უძველესი მეტეორის დაცემის კვალი, როგორც ბევრი ფიქრობდა და ფიქრობს. ეს კონცენტრული წრეები რეალურად წარმოადგენს დანალექი მეტაფორული და ვულკანური ქანების მონაცვლე ფენებს, რომლებიც წარმოიქმნება ეროზიის გავლენის ქვეშ სიმეტრიული ანტიკლინის სახით. სიმეტრიული ანტიკლინის სახით, ანტიკლინ. ინგლისური სიტყვით ამოდის ერთყობა. ითვლება, რომ საჰარას თვალი ჩამოყალიბდა გვიან პროტეროზოურ 2,5 მილიარდი წლის წინ, ანუ ალბათ და ორდოვიციანს 480 მილიონი წელი შორის. უძველესი რგოლი დაახლოებით 600 მილიონი წლისაა. მეტეორიტთან შეჯახების შედეგად წარმოშობის ორიგინალური ვერსია მოგვიანებით შეიცვალა ამ კონცენტრული წრეების სრულიად გეოლოგიური წარმოშობის ვერსიით. მიუხედავად ვრცელი საველე და ლაბორატორიული კვლევებისა, რომელიც ჩატარდა, გეომეცნიერებმა ვერ იპოვეს დამაჯერებელი მტკიცებულება, რომელიც მიუთითებდა არამიწიერი ობიექტის ზემოქმედებაზე. უფრო მეტიც, რიშატის სტრუქტურას არ აქვს რგოლის ფორმის დეპრესია, რომელიც ახასიათებს მსგავსი ზომის მეტეორიტების დარტყმის ადგილს. საჰარას თვალი ასევე განსხვავდება მეტეორიტის შეჯახების ადგილებისგან იმით, რომ მასში არსებული დანალექი ქანები ნორმალური შეუხებელი ფორმით გვხვდება და არა გადაბრუნებული. რიშატის სტრუქტურის ბრეჩის კლდე, რომელიც შედგება ერთი ან მეტი კლდის ცემენტირებული ფრაგმენტებისგან, ბრეჩის უახლესი ანალიტიკური კვლევის მიხედვით სილიციუმით მდიდარ ქანებში კარბონატი წარმოიქმნა ჰიდროთერმული წყლების გავლენის ქვეშ და თავად სტრუქტურა მოითხოვს განსაკუთრებულ დაცვას და მისი წარმოშობის შემდგომ შესწავლას. ანუ ხვდებით რა ბოდვა წერია ხალხო, ჩვეულებრივი ბოდვა, ანუ ილაპარაკეს და არაფერი არ თქვეს, ლიჟბის არ ეთქვათ, რომ ეს არის თერმობირთვული დარტყმის შედეგად მიღებული წრეები. გავაგრძელოთ. ეხლა მიდიდა ენდე ოფიციალურ გეოგრაფიას. ხო, პლუს აქვე უნდა გავიხსენოთ, რომ ვულკანები არ არსებობენ, ანუ რა ფორმითაც არსებობს, ეს არის ქანების ნაგავსაყრელი ტარიკონები და მეტეორიტები არ არსებობენ, რა თქმა უნდა, კოსმოსიც არ არსებობს და ვითომ კოსმონავტები იქიდან
ისეთ ამოსავალ წერტილად იყენებდნენ რა, მოკლედ სისულელები. საჰარას თვალი აღმოაჩინეს 55 წლის წინ, მაგრამ მოცემული სტრუქტურის ახსნა მეცნიერებს ჯერ კიდევ არ შეუძლიათ. ეხლა ვაგრძელებთ ბლოგერების და ანუ გაყალბებული ისტორიის ვერსიას. არ შეუძლიათ. მიუხედავად იმისა, რომ უამრავი ჰიპოთეზა არსებობს, აი როგორც აქ უკვე აღნიშნეთ, ჩამოვარდნილი მეტეორი, ძველი ვულკანი, კლდის საოცარი ფენა და ასევე ეროზია. მაგრამ არც ერთი ჰიპოთეზა 100%-ით არ დასტურდება. მაგრამ თუ კი ნებისმიერ სამხედროს ვკითხავთ, რომელმაც იცის ბომბების შესახებ, მაშინ ის აუცილებლად იტყვის, რომ ეს თერმობირთვული ბომბის საჰაერო დარტყმის შედეგია. ამ სტრუქტურის დიამეტრი 50 კილომეტრს შეადგენს. 1 მეგაპოლისის ზომის ტერიტორიაზე საუბარი და წარმოგიდგენიათ, რამხელა ბირთვული აფეთქება შეიძლებოდა აქ მომხდარიყო. ამ ფოტოებს დააკვირდით, კარგად ჩანს გაშავებული და გადამწვარი შავი ქვები. ანუ ამით მთლიანად ოფიციალური ისტორია, დაჟე აი ამ საჰარას თვალის, აი ამ ფაქტითაც კი მთელი ოფიციალური ისტორია ეგრევე ანულირებას განიცდის, ანუ უქმდება, იმიტომ რომ რანაირად შეიძლება იყოს, რომ ესე თქვა და სოფლიოში იყოს ორი რეალობა, რომ თან ხალხი ურმებით დარბოდეს და ცხენებით იბრძოდეს და თან ამ დროს თერმობირთვული ბომბები ცვიოდეს აფრიკაში. არადა და ჩამოვარდნილია ფაქტია. ეს კი ნამიბის უდაბნოს დასაწყისია. რა იმალება ქვიშის ქვეშ, მე ეს თემა რეალურად ბავშვობიდანვე მაღელვებდა და ახლა უკვე ამაზე ფიქრს ვერ ვწყვეტთ. ხშირად ფიქრებში წარმოვიდგენ ხოლმე როგორ ვთხრი ქვიშას სიღრმეზე და თითქოს იქ დამარხულ ქალაქებსა და მის საიდუმლოებებს ვნახულობ. მე რატომღაც დარწმუნებული ვარ, რომ მთავრობას ამის გაკეთება ძალუძს და იდეაში რომ ვთქვათ წესით მათ უნდა გასჩენოდათ კიდეც მსგავსი გათხრების ჩატარების სურვილი. რა არის ქვიშის ქვეშ, მაგრამ არა, საერთოდ არავის არ აინტერესებს, მაგრამ ეს მხოლოდ ერთ შემთხვევაშია შესაძლებელი. თუ კი მათ უკვე იციან ამ ყველაფრის შესახებ. რა თქმა უნდა, თუ კი, ანუ ერთადერთ შემთხვევაში შეიძლება რომ ასეთ დროს მთავრობა არ დაინტერესდეს. რომ არ ამოთხაროს ქვიშა. თუ კი მათ უკვე იციან რა არის ამ ქვიშის ქვეშ, ამაზე ლაპარაკი. რა თქმა უნდა, მე ახლა პაიკ პრეზიდენტებზე არ მაქვს საუბარი, არამედ იმაზე, ვინც აკონტროლებს იმას, რომ საიდუმლოებები კვლავ საიდუმლოებებად დარჩეს. დანარჩენს კი მიხვდებით თავად, თუ რატომ არ თხრიან უდაბნოებს. მოდით რამდენიმე ფოტო შევათვალიეროთ და უბრალოდ დავფიქრდეთ. მინდა ჩემი ფავორიტი უდაბნო გაჩვენოთ, ნამის უდაბნო. ნამას ენაზე ეს სიტყვა აღნიშნავს ადგილს, სადაც არაფერი არ არის. რა თქმა უნდა, არაფერი არ არის, რომ არ გვეცინებოდეს ირონიულად. მოდით დასაწყისისთვის ნამის უდაბნოს დიდი სიმაღლიდან დავაკვირდეთ. მომენტალურადვე ვაწყდებით უცნაურობას, რომ ეს უდაბნო პირდაპირ ოკეანის წყლის შემდეგ მდებარეობს. პირდაპირ ოკეანის სანაპიროზე. როგორ იყო, რომ ჩვენი მეცნიერები ამბობდნენ, ქარმა ქვიშის გორები დააყენაო, მაგრამ რატომ მაინც და მაინც ამ კონკრეტულ სანაპიროზე დააგროვა ქვიშა ქარმა და სხვა სანაპიროებზე მის ჩრდილოეთსა თუ სამხრეთ ნაწილებში კი გამოტოვა. ფაქტი კი ის გახლავთ, რომ ჩვენ რუკაზე ვხედავთ პირდაპირ დაყრილ ქვიშას და თანაც ზუსტად ამ ერთ კონკრეტულ წერტილში. არადა ბუნებრიობის შემთხვევაში ეს ტერიტორია უფრო დიდ ფართობზე უნდა ყოფილიყო გაშლილი. ეს რომ ნამდვილად ქარის ნამოქმედარი იყოს, ნახეთ რას წერენ. ნამიბი მსოფლიოში ყველაზე ძველი ქალაქიაო. უდაბნო ან ნახევრად უდაბნო 80 მილიონი წელია, რაც უწყვეტად არსებობს. ანუ უდაბნო ჯერ კიდევ დინოზავრების ეპოქაში ჩამოყალიბდაო. რა გამოდის, რომ 80 მილიონი წლის განმავლობაში ქვიშის აი ასეთი გორა გაკეთდა და მეტი ვერ მოხერხდა? აბა მაშინ საჰარას უდაბნოს როგორ გამოუვიდა ეს ყველაფერი, რომ თითქმის მთელი აფრიკის ტერიტორიაზეა გადაჭიმული და ნამიბის შემთხვევაში კი 80 მილიონი წლის განმავლობაში ერთი პატარა ნაჭერი უდაბნოს ჩამოყალიბება მოხერხდა მხოლოდ და მორჩა და ეს იმ დროს, როდესაც ნამი საჰარაზე ძველი უდაბნოა. ნუ აქ ჩემთვის ყველაფერი გასაგებია. აბა დააკვირდით, როგორ აკურატულადაა დაყრილი ქვიშა. საიდანაა დაყრილი? დიდი ალბათობით გიგანტური საფრენი აპარატებიდან. უბრალოდ ქანების ნარჩენები დაყარეს ან გადმოყარეს კი არა, არამედ ქვიშის ამ უზარმაზარი რაოდენობით რაღაც დაფარეს. შესაძლოა აქ ისეთი ტექნოლოგიები იმალება, რომ ჩვენ ღვთაებრივად მოგვეჩვენოს. რასაჭიროა, რომ მათი სადმე ცალკე დამალვა თუ კი რაღაცის მიჩქმალვა უბრალოდ ქვიშის დასილიანებით შეიძლება. იქნება და ისეთი მექანიზმები იმალება, რისი ნახვაც ჩვენთვის არ შეიძლება. მე არც კი გამიკვირდება თუ კი
იქ უკანასკნელი ცივილიზაციების სხეულები განისვენებენ. უბრალოდ პარკი დედამიწა გაწმინდეს, შეკრიბეს ყველა და დაასილიანეს ქვიშით. იქნებდა მთელი ქალაქებიც კი დამარხეს. და თქვენ თუ იცით, რატომ არ შეიძლება იქ ქვიშის ამოთხრა? იმიტომ რომ ამ უდაბნოს უცნაური გარემოებიდან გამომდინარე მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ორგანიზაციის იუნესკოს მიერაა დაცული. უკაცრავად რა, ალბათ იკითხავთ თქვენ. დიახ, იგი იუნესკოს მემკვიდრეობის სიაში შედის. ეს უკვე უბრალოდ სასაცილოა, როგორც იტყვიან, თავიანთი თავები თვითონ დაიწვეს. რისთვისაა ქვიშის დაცვა საჭირო? იქნებ იმიტომ, რომ ინტერესისთვის ვინმემ რაიმე საეჭვო არ მოთხაროს, აშკარაა, რომ ეს ასეც არის. საინტერესო ის არის, რომ ამ უდაბნოს ქვიშის ფერი რადიკალურად განსხვავდება იმ ფერის ლანდშაფტებისგან, რაც ამ ქვიშის გორების გვერდზე მდებარეობს. ეს აშკარად ჩანს და ეგრევე ჩნდება აზრი, რომ ქვიშა აქ ნამდვილად არ უნდა იყოს და ეს აქ ზედმეტია და აქაურობა უბრალოდ დააქვიშიანეს, მაგრამ მათთვის, ვინც ბევრ ფიქრს მიჩვეული არაა, ეს ქვიშა უბრალოდ ქვიშაა და მეტი არაფერი. მე პირადად იმ აზრს ვერასოდეს დავეთანხმები, რომ ეს ქვიშის მთები ქარმა შეაგროვა და მისი ფორმირებაც ქარმა და ბუნებამ მოახდინა.